შემართება, ნიჭი, შრომის მოყვარეობა, ახლის ძიების სურვილი, ის თვისებებია, რამაც ახალგაზრდა მათემატიკოსი მიხეილ გაგოშიძე წარმატებული მეცნიერი გახადა. აღნიშნავდნენ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპრეზენტაციო აუდიტორიაში სადოქტორო დისერტაციის დაცვაზე შეკრებილი მეცნიერ-თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები. აღსანიშნავია, რომ დევნილ უნივერსიტეტში პირველად სოხუმის უნივერსიტეტის არსებობის მანძილზე მათემატიკური მოდელირება და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამაზე დოქტორანტმა მიხეილ გაგოშიძემ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე ზოგიერთი არაწყფივი კერძო წარმოებულებიანი დიფერენციალური განტოლებათა სისტემის მიახლოებითი ამოხსნა. შეხვედრაზე გამომსვლელებმა, როგორც მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორმა სწავლებლებმა, ასევე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა სამეცნიერო დარგში პროფესორმა ზურაბ პაპასკირმა, უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ჯონი აფაქიძემ და სხვებმა სადისერტაციო ნაშრომი დადებითად შეაფასეს და მნიშვნელოვანი უწოდეს იმ ფაქტს, რომ მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ესოდენ ხირებული ნაშრომის პრეზენტაციას შედგა. დაწყებული 1932 წლიდან, როცა შეიქმნა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, შემდგომში აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოხუმის ფილიალი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მერე სოხუმის უნივერსიტეტი, პირველად აფხაზეთის სინამდვილეში მოხდა სადოქტორო დისერტაციის დასწვა ზუსტ მეცნიერებაში. ეს მართლაც მისასალმებელია, რადგანაც ეს არის დამსახურება იმ დიდი პლეიადისა, რომელიც აფხაზეთში ასწავლიდა უნივერსიტეტებში და ასევე მუშაობდა სამეცნიერო სასწავლო მენეჯმენტის დარგში. შედეგს, რაც დღეს ჩვენ მოვიმკით აი ამ ბრწყინვალე დისერტაციის და რეცენზენტები გახდნენ უმაღლეს დონის ამ დარგის სპეციალისტები საქართველოში მათემატიკური მოდელირების და რიცხვითი ანალიზის ერთ-ერთი ლიდერები პროფესორი ჰამლეთ მელაძე და პროფესორი ჯემალ როგავა, მათ მისცეს ამ ნაშრომს შეფასება სამა კუმ ლაუდე, რაც ნიშნავს შესანიშნავი ნაშრომი. ბედნიერი ვარ, რომ მომეწა საშუალება დღევანდელ დღეს სოხუმის უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვან დღეს, როცა ამ მიმართულებით პირველად ხდება ეხლა აქ თბილისში დისერტაციის დაცვა. მართლაც ღირებული დისერტაცია და თავისი, ასე ვთქვათ, სამეცნიერო ნაწილით კარგი სპეციალისტი გაჩნდა სინამდვილეში, მე ვფიქრობ, საქართველოსთვის. ახლა უფრო მეტად ვაპირებ მათემატიკასკენ წასვლას რა და განვითარებას მათემატიკაში. რომ ამით არ ვაპირებ გაჩერებას. დისერტაციაში რაღაც მომენტები იყო ისეთი, რომელიც კვლევას გასაგრძელებელი გვაქვს და აღნიშნული იყო. როგორც კომისიამ შეაფასა, მოეწონათ ნაშრომი და ძალიან მიხარიათ, რომ ასეთი შეფასება. დისერტაციაში რაც გაკეთებული უფრო მეტი და უფრო საინტერესო წინ არის.